დილამშვიდობის დაიწყო ახალი სამუშაო კვირა და გადაცემა დღის ნიუს რომი ბრუნდება პირდაპირ ეთერში მე ლელა ბაღდავაძე ვარ. დღევანდელ გადაცემას კი ვალერი ჩეჩელაშვილთან ერთად გავხსნით გადმორეკავს თუ არა დონალდ ტრამპი და რა შეიძლება იყოს ქართული ოცნების მოლოდინზე ამერიკის შეერთებული შტატების პასუხი. მასში ასევე ვისაუბრებთ საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, მით უფრო რომ კარგი ამბებია მოლდოვიდან. და გველოდოთ დავიწყოთ კამდე თვალი გადავალოთ ბოლო სიახლეებს. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პოლონეთში გაიმგზავრა, სადაც მსოფლიო ლიდერებთან ერთად ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბიშვილი სიტყვით გამოვა პანელურ დისკუსიაზე ევროკავშირი გაფართოების მომდევნო ნაბიჯი და მონაწილეებს მთავარი მომხსენებლის რანგში მიმართავს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ ჯგუფურად შეძენა შენახვის რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ფაქტებზე ორი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ნივთგეცება დამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ბიზნეს სექტორის, მათ შორის ჰიპერმარკეტების, ქსელებისა და სტუმარ მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საუბარი შეეხო სურსათთან შემხებლობაში მყოფი ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების ისეთი მოდელის შემუშავებას, რაც ჯანმრთელობის, გარემოს დაცვის საკითხებს და ეკონომიკურ ინტერესებს დააბალანსებს. მაშასე ეს არის დღის ნიუს რომი, კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარდგით ჩვენს პირველ სტუმარს დიპლომატი ვალერი ჩეჩელაშვილი იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ ვალერ და მადლობა რომ გვესწრეთ. პატივია თქვენს ეთერში. ბატონ ვალერ, დიდებული ამბავი გვაქვს მოლდოვიდან და ვიდრე საქართველოსთან დაკავშირებულ თემებზე ვისაუბრებდეთ, მოდით დავიწყოთ სწორედ იქ ჩატარებული არჩევნების შედეგების შეფასებით. თითქმის 100%-ია ბიულეტენების დათვლილი, 99,18%, რომლის შედეგების მიხედვითაც მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში 50,100%-ით ლიდერობს მაია სანდუს პარტია, მეორე ადგილზეა პრორუსული პატრიოტული ბლოკი 24,20%-ით, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი ხელმძღვანელობს. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაწერა დღეს დილით ასეთი რამ სოციალურ ქსელში: ბრავო მაია სანდუ, თქვენი გამარჯვება საუკეთესო ამბავია ევროპისთვის, დემოკრატიისთვის და ძლიერი პასუხია რუსეთისა და მისი ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ. თქვენი სათქმელი რა არის? მოლდოვა გადარჩა, ზეიმობს ეს ქვეყანაც ისე როგორც მთლიანად ევროპა, თუმცა რა იყო ის მთავარი ფაქტორები, რამაც პრორუსული უბრალოდ პროევროპული განწყობების სასარგებლოდ იმუშავა ამ არჩევნებზე, მიუხედავად ამ არჩევნებში რუსეთის აქტიური ჩარევისა და მისი ჰიბრიდული ომისა. ჩანს რომ მოლდოვის მოსახლეობა ენდობა პრეზიდენტ სანდუს და ის ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა მთელი ეს პერიოდი, განსაკუთრებით ბოლო რამოდენიმე თვე. გაიხსენეთ შთამბეჭდავი ვიზიტი, კოლექტიური ევროპელი ვიზიტების მოლდოვაში, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საერთოდ ამან მე სრულიად ვეთანხმები ქალბატონ სალომეს შეფასებაში, უბრალოდ დავამატებდი რომ ეს არის გამარჯვება მოლდოვის, ევროპის და საქართველოს, იმიტომ რომ ეს გამარჯვება მოლდოვის ნიშნავს რუსეთის მარცხს, ეს ნიშნავს რომ რუსულ ორთავა არწივს კლანჭები შეუსუსტდა, რაც უფრო მეტად შესუსტება რუსეთი, ეს არის ჩვენი გამარჯვებაც, რა თქმა უნდა. და საკმაოდ დამაჯერებელი იყო გამარჯვება 101 სადეპუტატო მანდატიდან 54-ს, როგორც მინიმუმ ალბათ მიიღებს მართველი პარტია და მაგრამ მნიშვნელოვანი ისიც არის რომ დანარჩენი 4 პარტიიდან ერთი თქვენ ახსენეთ, პრორუსული ბლოკი, რომელსაც ხელმძღვანელობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი იგორ დოდონი, მაგრამ დანარჩენი 3-დან 2 არის უფრო პროევროპული ხასიათის. თან მეხუთე პარტია, რომელიც გავიდა, ეს იყო ერთგვარი სიურპრიზი დემოკრატიას სახლში, რომელიც ასევე პოზიციონებს საკუთარ თავს როგორც პროევროპული პარტია. ამასთან ერთად მე ვფიქრობ, არ უნდა შესუსტდეს და თვით დაჯერებულობას არ უნდა მიეცეს სანდუს გუნდი, რატომ? იმიტომ წინა საპარლამენტო არჩევნებიდან განსხვავებით დაახლოებით 5 სადეპუტატო მანდატი მმართველ პარტიამ დაკარგა. მაგრამ საბოლოო ჯამში ეს იმას ნიშნავს, რომ მყარად გააგრძელებს მოლდოვას სვლას ევროკავშირისკენ
და ეხლა უკვე ჩანს რომ თუ ვინმეს ექნება შანსი 30 წლისთვის ჯერ უნდა მოემზადოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ეს იქნება მოლდოვა. კეთილი. ბატონ ვალე, რა თქვენ თქვით რომ მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში სანდუს პარტიის გამარჯვება ეს ევროპის გამარჯვებაცაა. საინტერესოა რა როლი ითამაშა ამ არჩევნებში რუსეთის აქტიური ჩარევის წინააღმდეგ ევროპამ, ევროკავშირმა და ევროპულმა სახელმწიფოებამ და აქვე ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლა გამახსენდა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, სადაც მან საერთაშორისო თანამეგობრობას ასე მიმართა ევროპამ საქართველოს უკვე დაკარგა, ახლა მოლდოვის დაკარგვა არ უნდა დაუშვას. აი მაია სანდუს და მისი ხელისუფლება რუსეთის ჰიბრიდულ ომთან იყო მარტო თუ არჩევნებში აი ამ პრორუსული ძალის მარცხი მათ შორის სწორედ ევროპული სახელმწიფოების დახმარების შედეგია. რა თქმა უნდა ეს იყო სერიოზული ფაქტორი, არა მხოლოდ ასე ვთქვათ პოლიტიკური, არამედ ფინანსური დახმარების ფაქტორიც იყო, სერიოზული პროგრამები, ის თანხები, რომელიც მაგალითად საქართველოში უნდა წამოსულიყო, მათი გადამისამართება მოხდა ძირითადად უკრაინასა და მოლდოვაზე, ეხლა ნაწილობრივ ხდება სომხეთზე, ეს ძალიან კარგია, რომ ჩვენ პარტნიორ ქვეყნებს ეხმარებიან ევროპელები, მაგრამ სამწუხაროა, რომ მათ შორის ჩვენ ხარჯზეც. მე პრეზიდენტ ზელენსკის აქ ვერ დავეთანხმები, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ევროპამ საქართველოს მხოლოდ დროებით დაკარგა და ჩვენ ამას აუცილებლად ავანაზღაურებთ, მაგრამ საქართველოს მაგალითი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და ევროპამ დიდი ყურადღებით, ასე ვთქვათ, და დიდი კონცენტრაციით დააკვირდა და იმოქმედა მოლდოვას შემთხვევაში და არ მისცა რუსეთს საშუალება რომ აემოქმედებინა ჰიბრიდული ომის მთლიანი, ასე ვთქვათ, მთელი ვარიაცია ამ ინსტრუმენტების და მეთოდების. ფული რა თქმა უნდა გამოიყო, ამაზე ცნობები იყო, მაგრამ მოლდოვის მთავრობა მიიღო შესაბამისად პრევენციული ზომები და ეს ყოველივე შეთანხმებული, კარგად კოორდინებული საქმიანობა, მოქმედებები ევროპის, მოლდოვის, უკრაინისაც სხვათა შორის, ამან დაგვანახა, რომ პრინციპში რუსეთს უკვე ის გავლენები და ის ძალა არ აქვს, რომ თავის სამეზობლოშიც რაღაც თამაშის წესები ჩამოაყალიბოს. მივიღეთ მოლდოვას გამარჯვება და რუსეთის წაგება. აი ზელენსკის განცხადებას რაც შეეხება, თქვენ თქვით რომ ვერ დაეთანხმებოდით, ხო, ზელენსკის და სხვა შორის მის პოზიციას ქართული ოცნების მხრიდან კრიტიკა ახლავს საქართველოში, ლიდერების არაერთი განცხადება მოვისმინეთ ზელენსკის მიერ ჩვენი ქვეყნის იმ კონტექსტში მოხსენიების გამო, რა კონტექსტშიც ის ახსენა უკრაინის პრეზიდენტმა. აი თქვენი პოზიციიდან გამომდინარე, ხომ არ ფიქრობთ რომ შესაბამისად ქართული ოცნების კრიტიკა ზელენსკის მიმართ არის საფუძვლიანი? არ ვფიქრობ, რომ ის არის საფუძვლიანი, ჩვენ სხვადასხვა მოსაზრებებით არ ვეთანხმებით. მე და ქართული ოცნება ამ შემთხვევაში პრეზიდენტ ზელენსკის, მე მიმაჩნია, რომ ეს არის დროებითი ჩავარდნა, ხოლო ქართული ოცნება სამწუხაროდ არის ამ ჩავარდნის ავტორი. იმიტომ რომ ქართული ოცნების პერიოდში ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან დავიდა უკიდურესად დაბალ ნიშნულამდე. და ჩვენ შევედით ძალიან სერიოზულ კრიზისულ ფაზაში ჩვენი ურთიერთობების ევროკავშირთან და ევროკავშირის წამყვან ქვეყნებთან, ну პირველ რიგში გერმანიასთან და საფრანგეთთან. და ეს არის ძალიან სამწუხარო, იმიტომ რომ ყველაფერთან ერთად საქართველოს კარგავს ნდობას და ამ ნდობაში თავის დროზე ჩვენ ჩავდებით ძალიან სერიოზული რესურსი. და ეს ამ ნდობის მოპოვება ევროპელების მხრიდან არც მარტივი საქმე იყო და ამ ნდობით სხვათა შორის ისარგებლა ქართულმა ოცნებამ, ვიდრე აგრძელებდა ევროკავშირთან დაახლოების კურსს და მოხდა შესაბამისად ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, უვიზო რეჟიმის მონიჭება საქართველოსთვის, შემდეგ ჩვენ ყველამ ერთად ვიზეიმეთ კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მონიჭება ევროკავშირის მხრიდან დეკემბერში 23 წლის, მაგრამ სამწუხაროდ ეს იყო ჩვენი ბოლო, ასე ვთქვათ, დადებითი ქმედება. მას შემდეგ სრულიად დაღმასვლა მიმდინარეობს ჩვენ ურთიერთობებში და ეხლა რა მდგომარეობაშიც ვართ, ვთქვათ, ეს არის სრულიად ქართული. როგორც ყოველთვის ხდება, იცით, ეხლა მთავრობა ყველაფერზეა პასუხისმგებელი, რაც კარგი ხდება ქვეყანაში, მთავრობის დამსახურება, რაც ვერ ხერხდება და
რაც კრიზისულია, ესეც მთავრობის ბრალია. კარგი, ბადოვალე, რაც შეეხება საქართველოს და რადგან გენერალური ასამბლეა ვახსენეთ გაეროსი, იქ მიხეილ ყაველაშვილიც იმყოფებოდა, რომ მათ სიტყვითაც მიმართა ასამბლეის წევრებს, ისე როგორც მისივე ინფორმაციით დონალდ ტრამპთანაც ჰქონდა, ასე ვთქვათ, მოკლე აუდიენცია. ყაველაშვილის სიტყვასა და მის მესიჯებზე მოგვიანებით გითხავთ, იქამდე სწორედ ტრამპთან გასაუბრება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს. გამიმეორა, რომ მიხედავს ამ საკითხს, დამპირდა, რომ დამიკავშირდება, ამას ამბობს მიხეილ ყაველაშვილი. რამდენად ფიქრობთ, რომ გადმორეკავს დონალდ ტრამპი და შესაბამისად რა პასუხით შეიძლება გადმორეკოს? მე ვფიქრობ, რომ სრულიად შესაძლებელია, რომ გადმორეკოს საქართველოში ამერიკის პრეზიდენტმა, ოღონდ დარწმუნებული ვარ, რომ იმ წერილების ავტორთან, რომელსაც ჩვენ გავეცანით, იმ წერილის ავტორებთან არ გადმორეკავს. თუ გადმორეკავს? მე ვფიქრობ, თუ ეს ზარი შედგება მხოლოდ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. და რატო გადმორეკავს? იმიტომ რომ თუ ლუკაშენკოსთან რეკავს, რატო არ უნდა დარეკოს? მაშინ არსის ზარი შეიძლება ქონდეს ტრამპს ბიძინა ივანიშვილთან, მაშინ ეს კითხვაც დავსვათ. სრულიად რო ასე ვთქვათ, პარალელი გავალოთ ბელორუსთან, რაც არ მინდა, იმიტომ რომ ჩვენ ბელორუსი არა ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ნეგატიურ მოვლენებს ვადევნებთ თვალს პოლიტიკურ ცხოვრებაში დღეს. ალბათ პირველი მოთხოვნა იქნება პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება და ამას მოყვება ის კარგად ჩამოყალიბებული მესიჯ ბოქსი, რომელიც გააჟღერა არაერთხელ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მათ შორის ბოლო შეხვედრაზე, რომელიც ყოფილმა ელჩმა გამართა ქალბატონ მაკა ბოჭოროჩილთან. მე ვფიქრობ, პოლიტიკურ პატიმრებთან ერთად ეს იქნება კიდევ ორი თემა. ეს არის კანონები და არჩევნები. ხო, თვითონ ქართული ოცნების შეთავაზება ტრამპის ახალი ადმინისტრაციისადმი ასეთია, სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით და იმედი მაქვს ყაველაშვილი ტრამპის შეხვედრა ამაში თავის წვლილს შეიტანსო, ეს განცხადებაც გააკეთა რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძემ. აი სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის განახლების და თან კონკრეტული გზამკვლევით ამის რა შანსი არსებობს დღევანდელი მოცემულობით თქვენი აზრით? თავისთავად ეს არის წინააღმდეგობრივად აღებული წინადადება, მე ვთვლი, იმიტომ რომ თუ ცარიელი ფურცლიდან, მაშინ ეს უნდა იყოს ახალი ურთიერთობები და ამავდროულად მინიშნება არის იმ ურთიერთობებზე, რომელიც ჩვენ გქონდა ჩამოყალიბებული და რა თქმა უნდა, მე კატეგორიულად არ ვეთანხმები ამ თეზის, რომ ჩვენ ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ ურთიერთობები, ვინაიდან ჩვენ გქონდა ძალიან კარგად ჩამოყალიბებული ურთიერთობების სტრუქტურა, სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის საფუძველზე, სადაც ჩვენ ყოველწლიურად მოქმედებდით სამუშაო ჯგუფების ამ თავებიდან გამომდინარე ქარტიის მიმართულებით და წელიწადში ერთხელ ეწყობოდა პლენარული სხდომა მინისტრის დონეზე, საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე და იქიდან ხელმძღვანელობდა ამას სახელმწიფო მდივანი, სადაც ეძლეოდა პოლიტიკური შეფასება თანამშრომლობის განვითარების დონეს და იგეგმებოდა შემდგომი ნაბიჯები თანამშრომლობის. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს წყალში გადასაყრელი სრულიადაც არ არის ეს გამოცდილება, ისევე როგორც ის მრავალმილიარდიანი დახმარება უნდა იყოს დაფასებული და ეს როგორც მინიმუმ უმადურობა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ საუბარი იმაზე, რომ ჩვენ სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ ურთიერთობები. მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ განვაახლოთ ჩვენი ურთიერთობები და აღვადგინოთ, მე ვფიქრობ, ეს უფრო მართებული ტერმინი იქნება ამ შემთხვევაში. არის საჭირო არა განცხადებები, არამედ ქმედებები და მე ვფიქრობ, ქართულ ოცნებაში კარგად იციან, რომ მხოლოდ ასე ვთქვათ, შიშველი განცხადებები და მოწოდებებით ამის გამოსწორება ვერ მოხერხდება. საჭიროა დანახვა, ანუ ქმედებები, რომელიც დაუდასტურებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ ქართული ოცნება მზად არის სერიოზული კომპრომისებისთვის, როგორც შიგნით პოლიტიკურ ველზე, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებში. კი ბატონო, რაც შეეხება მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლას, აი რით იხსნით იმას, რომ ერთგვარად გაცილებით კრიტიკულია ქართული ოცნება საერთაშორისო პარტნიორების მიმართ ქვეყნის შიგნით საკუთარ მესიჯ ბოქსში, ვიდრე ქვეყნის გარეთ, ყოველ შემთხვევაში საერთაშორისო ტრიბუნიდან ყაველაშვილს არ უხსენებია არც Deep State-ი, არ უწოდებია იგივე ბრიუსელისთვის ძალად
ღალატობის წამხალისებელი საქართველოში და არ გაუჟღერებია, ასე ვთქვათ, ბევრი ის მესიჯი, რაზეც ყოველდღიურად აპელირებს მმართველი პარტია და მისი არაერთი ლიდერი. ამ თვალსაზრისით ყაველაშვილი იყო თითქოს მოზომილი მის განცხადებებში, რაც ცალკეული ექსპერტის შეფასებით იყო სწორიც და კარგიც. თუმცა ჩნდება კითხვა, რითი შეიძლება აიხსნას ის, რომ ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, გარე და შიდა მესიჯები ერთგვარად ცოტა აცდენილია ერთმანეთს. ნუ ამას ძალიან მარტივი ახსნა აქ ის, რომ შესაბამისად ეს შიდა მესიჯები არის განკუთვნილი შიდა აუდიტორიისთვის და ეს იმდენად უსაფუძვლოა და იმდენად სასაცილო ჟღერს ეს გლობალური ომის პარტია და გლობალური deep state და ასე შემდეგ, რომ უბრალოდ საერთაშორისო ტრიბუნაზე ამის გაჟღერება საერთაშორისო არენაზე ამით ვერანაირად სხვადასხვაურიც მეც გულის ფანცკალით ველოდებოდი ბატონი მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლას და ძალიან კარგი რომ ამან თავი არის და მას არ ვიცი ურჩიეს თუ თვითონ გადაწყვიტა, მაგრამ ყველა შემთხვევაში იყო კარგი ეს გადაწყვეტილება. კარგია რომ ის გამოვიდა ქართულად, ამაში ეს ნორმალურია სრულიად. ეს არის ჩვეულებრივი მიღებული პრაქტიკა, წინასწარ რიგდება ტექსტი, ასე ვთქვათ და თარჯიმნები ამას კითხულობენ. ეს არის ნორმალური, მაგრამ საერთოდ იმისთანაც შთაბეჭდილება შემექმნა და მაგალითად აი გაიანას ან ბოლივიის დიპლომატებს რო ესმინათ მისთვის ყურადღებით, რომლებიც არ იცნობენ საქართველოში არსებულ პრობლემებს და საქართველოს ირგვლივ არსებულ პრობლემებს, იფიქრებდნენ, რომ ეს სრულიად წარმატებული და ყველა მხრივ, ასე ვთქვათ, კარგად სტაბილურად მდგარი ქვეყანა, რომელსაც თავისი ავტორიტეტი და როლი აქვს და პრობლემები არ გააჩნია. ეს რა თქმა უნდა ასე არ არის, სიმწვავე აკლდა, სიმწვავე კარგი თვალსაზრისით და აკლდა, ასე ვთქვათ, აღიარებითი ნაწილი სიმართლე რა, იმიტომ რომ თუ რეალობას შენ არ უსწორებ თვალს, შესაბამისად ვერ დაინახავ ამ არსებული პრობლემების გადაწყვეტის გზებსაც და კიდევ ერთი რამ, ამისთანა ტრიბუნიდან გამოსვლისას ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ყველაზე მაღალი ტრიბუნაა. მეც მქონდა საშუალება მესარგებლა ერთხელ ამ ტრიბუნით. ესე იგი ძალიან მნიშვნელოვანია რომ შენ იმ აუდიტორიას დაამახსოვრო, ასე ვთქვათ, საკუთარი თავი და შენი ქვეყანა. რაღაც წინადადებით, რომელიც იქნება გამორჩეული და საინტერესო. აი მიხეილ ყაველაშვილი რითი დაამახსოვდებოდათ? ამით ეხლა ვერაფრით ვერ დაამახსოვდებოდა, ეს იყო სავსებით კარგად გაწონასწორებული, კარგად ჩამოყალიბებული ასე ვთქვათ, ისა რა ქვია, გამოსვლა. მაგალითად, რა თქმა უნდა, ეხლა რუსეთზე არაფერი არ იყო ნათქვამი, არც ჩვენ კონტექსტში, არც უკრაინის კონტექსტში, მაგრამ უკრაინის მიმართ იყო გამოხატული მხარდაჭერა, ეს კარგი იყო, მაგრამ რაღაც იდეა, განსხვავებული ხედვა. მაგალითად, შეიძლებოდა რომ მას გაემახვებინა ყურადღება აი გამოსვლის იმ ნაწილში, სადაც საუბრობდა ტრამპის ინიციატივაზე, სამშვიდობო ინიციატივას სამხრეთ კავკასიისთვის, იქ მაგალითად ეთქვა, რომ ყალიბდება ნამდვილად ეხლა პირობები, რომ ჩვენ შევუდგეთ სამხრივ ფორმატში მუშაობას სამივე ქვეყანა, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი სივრცე, ჩვენ უნდა დაუდასტუროთ ყველა მთელ სოფლიოს, რომ ჩვენი რეგიონი არის თავისუფალი კონფლიქტებისგან, რომ ჩვენ ვართ მიმზიდველები, ჩვენ ახალ სივრცეს ქმნით და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, ეს იქნებოდა კარგი ახალი ღერძული იდეა. ბატონო, ცოტა დრო მინდა დავუთმოთ გასული კვირის ერთ-ერთ აქტუალურ საკითხსაც, კიდევ ერთ აქტუალურ საკითხს, რასაც ქვია უკვე ორი წამყვანი ევროპული ქვეყნის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის ელჩების საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება, სადაც მათ საყვედური გამოუცხადეს მათი პოზიციონერების გამო. ხა თქვენ დიპლომატი ხართ და ვინ თუ არა თქვენ ყველაზე კარგად იცით, რატონია სამინისტროში ელჩის გამოძახება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ელჩის დაბარება, ასე ვთქვათ, დიპლომატიაში დასაშვებიდან მიღებული ზომაა, ხო? ხედავთ თუ არა პრობლემას იმაში, რაც მოხდა და როგორ უნდა დავინახოთ საქართველოს ისტორიაში პირველად საქართველოს, ასე ვთქვათ, პარტნიორი სახელმწიფოების, წამყვანი პარტნიორი სახელმწიფოების, გერმანიის და ბრიტანეთის ელჩების სამინისტროში დაბარება. ეს არის მიღებული ზომა, გეთანხმებით, მაგრამ უკიდურესი ზომა დიპლომატიაში. მე, როდესაც შევიტყვა იმაზე, რომ ელჩები არიან გამოძახებულები, დავიწყე გახსენება თუ როდის გამოვიძახეთ ჩვენ რომელიმე ქვეყნის ელჩი და გამახსენდა, რომ პირველად ჩვენ გამოვიძახეთ რუსეთის ფედერაციის ელჩი ვოლოდიმირ ზემსკი, ეს იყო პირველი ელჩი საქართველოში 27 სექტემბერს 93 წლის, როდესაც დაეცა სოხუმი.
და გადავეცით მას უკიდურესად ასე ვთქვათ მძაფრი ძიმე ტონით დაწერილი დიპლომატიური ნოტა პროტესტის და ჩემს პრაქტიკაში დიპლომატიის ეს იყო ერთადერთი დიპლომატიური ნოტა ასე ვთქვათ პოლიტესური ნაწილების გარეშე. ანუ ყოველგვარი ასე ვთქვათ პატივისცემის გამოხატვა და რაღაც არ თავში და არც ბოლოში არ იყო, რაც ახასიათებს ამ ნოტებს. შემდგომ ჩვენ ასევე რამოდენიმეჯერ გამოვიძახეთ ელჩი კოვალენკო, რომელიც ბოლო ერთში იყო საქართველოში, აი ცხინვალის რეგიონში უკიდურესად წავდებოდა ასე ვთქვათ ვითარება 2008 წლის მოლოდინში. ვიდრე ეს შემთხვევები მე გამოძახებები არ მახსოვს. ეხლა განსხვავებული მდგომარეობა განსაკუთრებით ეხლა აქ გერმანიასთან და დიდი ბრიტანეთის ელჩთან. ეს მე ვფიქრობ ეს არის პირველ რიგში სისუსტის გამოვლინება. იმიტომ რომ ესენი არიან ჩვენი ევროპელი სტრატეგიული პარტნიორები. ორივესთან ჩვენ გვქონდა ყოველ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი კარგად განვითარებული და ჩამოყალიბებული სტრატეგიული ურთიერთობების სტრუქტურა და გამოძახება ელჩების ეს იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ჩვენ არგუმენტები ნორმალურად სასაუბრო ჩვენ პარტნიორებთან არ გრჩება და ამით ცდილობს საკუთარი დიპლომატიური ეგოს გამოვლინებას, რაც მე ვფიქრობ იყო ძალიან წინ დაუხედავი და ახლომხედველური ნაბიჯი, სისუსტეთ მიმაჩნია ეს და ეს ვერაფერს კარგს ვერ მოუტანს, ვერც ქართულ გერმანულ, ვერც ქართულ დიდი ბრიტანულ ურთიერთობებს, იმიტომ რომ ელჩები არიან მოქმედი დიპლომატები, დისციპლინირებული დიპლომატები, რომლებიც ასრულებენ საკუთარი ქვეყნების დავალებებს, მათ არ გააჩნიათ საკუთარი საგარეო პოლიტიკა. ისინი ახორციელებენ დედაქალაქებში ჩამოყალიბებულ საგარეო პოლიტიკის კურსს და ამაზე ნათლად მიუთითა როგორც ბერლინმა, ასევე ლონდონმა. ვერაფერი დადებითი აქედან ვერ გამოიძახა. უშუალოდ საგარეო საქმეთა სამინისტროზეც მინდა კითხოთ უწყების შესახებ, რომლის მიმართაც ბოლო პერიოდია ძალიან ცუდ შეფასებებს ვისმენთ, გვესმის განცხადებები, რომ თანამდებობები გაარყვნეს და ეს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაყვანილია პარტიულ კონტროლამდე. აი თქვენი აზრით როგორ გამოიყურება დღეს საგარეო უწყება და საიდან სანამდე მივიდა ის სამინისტრო, რომელიც ასე ვთქვათ, ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა პირიქით უფრო და უფრო უახლოვდებოდეს ევროპას და დასავლურ სამყაროს. საერთოდ ხომ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პრობლემა არის ინსტიტუტების სისუსტე. ანუ ინსტიტუტები უნდა მართავდნენ ქვეყანას და არა პიროვნებები და სამწუხაროდ ჩვენთან ეს საბაზისო პრინციპი ინსტიტუციონალური დემოკრატიის არის ძალიან მნიშვნელოვნად დარღვეული. ნუ მაგალითად ხომ ქართული ოცნება იკვეხნის იმით რომ ჩვენ ეკონომიკა ასე ვთქვათ მზარდია, ვითარდება და ასე შემდეგ და ამის ფონზე თავისუფლდება ბატონ ლევან დავითაშვილი, რომელიც იყო ერთ-ერთი ასე ვთქვათ თავისი დაბალანსებული მიდგომებით და თავისი კარგად ჩამოყალიბებული ლექსიკონით და მეტყველებით იყო ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მინისტრი და მას სხვათა შორის დასავლეთიც ელაპარაკებოდა ასე ვთქვათ უფრო თამამად და თავისუფლად. მეორე ის რომ მაგალითად აი გერმანიის ელჩის ბატონ ფიშერის მოთხოვნა შეხვედრის ადმინისტრაციაში, ხო? რისთვის წავიდა იქ? იმისთვის რომ გაერკვია თუ რამდენად მუშაობს ჩვენი ხელშეკრულებები დადებული გერმანიასთან. და იქნება თუ არა ის ხელშეკრულებები საფუძველი საიმისოდ, რომ გაგრძელდეს საფინანსო დახმარებები საქართველოსთან დაკავშირებით. ახლა რატო წავიდა ელჩი ადმინისტრაციაში? იცმის კითხვა. ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს პორტფელი თავიდან ბოლომდე. საერთაშორისო ხელშეკრულებების განმარტებაზე პასუხისმგებელი არის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ალბათ ელჩმა გადაწყვიტა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ოპერატიულ და ამომწურავ პასუხებს ამ კითხვებზე ვერ მიიღებდა. ეს იმაზე მიუთითებს, როგორც მინიმუმ, რომ სამწუხაროდ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს, თუნდაც ამ ზოგადად დასუსტებულ ინსტიტუტების სისტემაში საკუთარი ადგილი არ უკავია. და ეს არის ძალიან სამწუხარო, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ცვლილებები მოხდა
საგარეო საქმეთა სამინისტროში. იქ არის კიდევ ჯგუფი ხალხის, რომელიც არის, მე მათ ვიცნობ, რომელიც არის პროფესიონალურად და კომპეტენტურად კარგად მომზადებული კადრები და მათი გამოყენება შეიძლება გაცილებით უფრო ეფექტურად, ვიდრე იმისთვის, რომ გამოიძახო მეგობარი ქვეყნის ელჩი და ასე ვთქვათ რაღაც განცხადებები გააცნოს. ბატონო, ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ უკვე უშუალოდ მინისტრთან მაკაბოჭორიშვილთან მიმართებაში ის არ მიიწვიეს ლუქსემბურგში 20 ოქტომბერს დაგეგმილ დაკავშირებადობის საკითხების შესახებ მინისტერიალზე, მაშინ როცა იქ იქნება წარმოდგენილი არაერთი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ამ თემაზეც გასული კვირიდან ასე ვთქვათ კეთდება შეფასებები და ეს საკითხიც ყურადღების ცენტრშია. გითხარით, რამდენად მნიშვნელოვან ღონისძიებას ვაკლდებით, ეს ერთი და აქვე როგორც გავიგეთ ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან გაუმართავს შეხვედრა მაკაბოჭორიშვილს, რის გამოც ასე ვთქვათ ქილიკი ახლავს მოკლედ ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს და მთლიანად სამინისტრო მოკლედ ქილიკის საკითხი საგანი გახდა ეს თემა. თქვენც თუ გგონიათ ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა ასეთი სასაცილო, ესეც მაინტერესებს. ჯერ ერთი ის რომ იმ შეხვედრაზე მაკაბოჭორიშვილი არ მიიწვიეს, ეს არ არის მაკაბოჭორიშვილის ბრალი, ეს არის ნათელი გზავნილი და დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ. რომ საქართველოს აღარ არის იმდენად ბუნებრივი და სანდო პარტნიორი ევროკავშირისთვის, როგორც ეს იყო წინა წლებში. ეს არის ამის ნათელი დადასტურება, ამავდროულად ის რომ ჩვენ მიწვეული ვართ ამ შეხვედრაზე, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. იქიდან გამომდინარე, რომ ის ემსახურება სატრანსპორტო, საკომუნიკაციო დერეფნების იდეას და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ღერძული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. კარგია რომ ჩვენ იქ ვიქნებით და რა აუცილებლად უნდა იყოს იქ ჩვენი ელჩი წარმოდგენილი და უნდა იყოს წარმოდგენილი სამინისტრო მხოლოდ ელჩის დონეზე საქართველოს ეს იქნება შეცდომა, მე ვფიქრობ. იქ უნდა იყოს წარმოდგენილი ელჩი და უნდა იყოს წარმოდგენილი ძალიან ძლიერი არგუმენტებით და ჩვენ გვაქვს ეს არგუმენტები ამ თემასთან დაკავშირებით და აუცილებლად ეს უნდა გამოვიყენოთ საიმისოდ, რომ შემდგომში ამისთანა შეხვედრებზე თვითონ ევროპელებმა გადაწყვეტონ, რომ აუცილებლად უფრო მაღალ დონეზე უნდა იყოს. აი ბელარუსის ელჩთან რაც შეეხება ბელარუსთან მინისტრთან შეხვედრას ბელარუსთან უნდა იწოდეს თუ არა ქილიქს ამ ტიპის აუდიენცია. მე ვფიქრობ, რომ არა, იმიტომ რომ ბელარუსი არის ქვეყანა, რომელზეც ჩვენ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, გარკვეული სავაჭრო ურთიერთობები და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბელარუსმა არ აღიაროს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. თუნდაც ამისთვის ღირს გარკვეული დონის ურთიერთობების შენარჩუნება ბელარუსთან და ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა. იმიტომ რომ ბელარუსმა რომ ეს თავისი ტრადიციული პოზიცია შეცვალოს, ეს გამოიწვევს არასასურველ შედეგებს ჩვენთვის ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში. ცუდი ის არის, რომ შეხვდა მხოლოდ ბელარუსს. აი რო შეხვედრო და ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად. ნუ როგორც მინიმუმ აზერბაიჯანის, სომხეთის ან ევროპული წამყვანი ქვეყნების ელჩებს, საგარეო საქმეთა მინისტრებს, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა უფრო დაბალანსებული ვიზიტი. მადლობა ბატონ ვალერ იმისთვის რომ დაგვითმეთ დრო და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს. დაგემშვიდობებით ვალერი ჩეჩელაშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა რეკლამის შემდეგ აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე ნაციონალური მოძრაობის პოზიციებს მოვისმენთ, ასე რომ დაგვაოდეთ. მასე რეკლამის შემდეგ ვაგრძელებთ პირდაპირ ეთერში მუშაობას. გვერდდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ფარულავაა ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ ლაშა და მადლობა რომ გვესტუმრეთ. ბატონ ლაშა, ნაციონალური მოძრაობა 4 ოქტომბრისთვის, ქართული ოცნება კი ნაციონალური მოძრაობის აკრძალვისთვის ემზადება და მოდით გადაცემის ეს ნაწილი გავხსნათ სწორედ ამ საკითხზე საუბრით და გეღიმებათ. საინტერესოა რას ფიქრობთ. მოისმენთ თეა წულუკიანის განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ მიიღეს გადაწყვეტილება კომისიის დასკვნა გახდეს საფუძველი საკონსტიტუციო სასამართლოში პროცედურების წამოწყებისა, რომლის მიზანიც იქნება სწორედ ნაცმოძრაობის და მისი წევრების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა. რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ ქართული ოცნება არ ხუმრობს და გეგმას ბოლომდე მიიყვანს, ასე ვთქვათ, სისრულეში მოიყვანს, შესაბამისად, რისთვის ხართ მზად და რას აპირებთ თქვენი აკრძალვის გეგმის საწინააღმდეგოდ? გასაგებია მათი მცდელობა, ფსონები გაზარდა ივანიშვილმა. ჩვენ ვამბობთ შვიდობიან რევოლუციას და ცხადია, რევოლუციური ცვლილებები სახალხო მხარდაჭერით და დიდი ერთიანობის გარეშე გამორიცხული.
შესაბამისად მათი მხრიდან ჩათვალეს, რომ სარკისებური პასუხი იყო ამაზე საჭირო და არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის, არამედ მთლიანად დემოკრატიული ოპოზიციის ჯგუფების, ოპოზიციური ჯგუფების გაუქმებაზე ანონსი გააკეთეს. თუმცა ეს მცდელობა ეხლა ყველამ კარგად იცის, ერთის მხრივ ებრძვიან ღარიბაშვილს, ლილუაშვილს, გომელაურს, დამნაშავეებად აცხადებენ, ფულის გათეთრებას აბრალებენ. ერთი ხელით ებრძვიან შიგნით თანამგუნდელებს, მეორე ხელით ებრძვიან ქართველ ხალხს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ივანიშვილის რეჟიმი კობახიძე მდინარაძეზე რო დგას, უკვე ეს არის ნიშანსვეტი იმისა, რომ მას დამარცხება უწერია. და ცხადია, ქართველი ხალხი გამოუტანს განაჩენს ამ დაჯგუფებას, იმიტომ რომ შეუძლებელი ასე გაგრძელდეს, ხო? რა აქვს სათქმელი ივანიშვილს, ივანიშვილის ჯგუფს ქართველი ხალხისთვის. აი ხა ხშირად საუბრობ იმაზე, 13 წელია და მოდი ერთი გადასახადი გითხრან, სახელმწიფო გადასახადი, რომელიც შემცირდა. ან გითხრან ერთი პროდუქტი, რომელიც გაიაფთა. როდესაც ლაპარაკობს ეს ხალხი ეკონომიკურ ზრდაზე, ჩვენ ხო ხედავთ თავისივე პროკურატურა რას ამბობს, ანუ ხაბეიშვილი რო ამბობდა, დღეს ივანიშვილის პროკურატურა ამტკიცებს, რომ კი საქართველო არის ფულის გათეთრების მთავარი ცენტრი. აბა როგორ წარმოგიდგენიათ, 600 მილიონი დოლარი, იქ 35 მილიონი ევრო თეთრდებოდა სახელმწიფოში და არავის პასუხისგებლობა არ დადგა. აი ხო რამდენი ხანი გავიდა, 10 დღე გავიდა და ვინმეს პასუხისგებლობა დადგა ეროვნულ ბანკში, სუსის უწყებაში ან შემოსავლების სამსახურში. აი როგორ მოხდა, რომ აი ამდენი მაკულატურა ქაღალდი ჯერ აი უბრალოდ აი რო წარმოვიდგინოთ რა, რუბლზე იყო ლაპარაკი, ეს არის 70 ტონა ქაღალდი, ისე შემოვიდა ქვეყანაში, ისე გათეთრდა, რომ არც ეროვნული ბანკის პასუხისგებლობა არ დადგა, არც სუსში კონკრეტული მაღალჩინოსნების და არც შემოსავლების სამსახურში და აი ხა როგორ წარმოგიდგენიათ, აი ხო, დაუბრუნდები. მათ არაფერი არა ქართველი ხალხისთვის სათქმელი და ეს არის განწირული მცდელობა, რომ თითქოს აი ამ ჩვენ პროცესს, რომელიც უკავშირდება 4-ს, სარკისებური პასუხი გასცა წულუკიანის პირით ივანიშვილმა, რომ ყველას გაგაუქმებთ და ეს არ ეხება მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს. ეს ეხება არასამთავრობო სექტორს და შემდგომში იქნება მედია. დემოკრატიის გაუქმება ცხადია გულისხმობს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გაუქმებასაც, ხო? რა საჭირო იქნება პალიტრა, რა საჭირო იქნება კრიტიკული მედია, იმიტომ რომ აღარავინ აღარ იარსებებს ამ ქვეყანაში იქნება შავი ფარდა ჩამოფარებული. ამას ვიანონსებს როგორ შეიძლება იყოს ქართული პოლიტიკა, როგორ შეიძლება ქართულ პოლიტიკაში პროცესები წავიდეს, თუ კი აღარ იქნება ნაციონალური მოძრაობა. თქვენ შეიძლება ეს რთულად წარმოგიდგენიათ, მაგრამ ძალიან მარტივად წარმოუდგენია ეს ყველაფერი ქართულ ოცნებას, რომელიც თავის მხრივ ატკიცებს, რომ პოლიტიკა გახდება გაცილებით ჯანსაღი თქვენი პარტიის გარეშე. შეიძლება მართლაც არ იყოს სასიამოვნო მოსასმენი ეს კითხვა, მაგრამ აინც მინდა დავსვა, ანუ აი ხო, როგორ შეიძლება წავიდეს პროცესები, თუ კი მთავარ როლში არ იქნება თქვენი პარტია და აი ამ შეკითხვას უპასუხებ იმ განცხადებით, რომელიც გამოაქვეყნა სახელმწიფო დეპარტამენტმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომელმაც მოიყვანა ჯიდი ვენსის ციტატა, რომ დემოკრატიული მანდატი არ მოიპოვება ბოდიში ოპონენტების დევნით ან ციხეში ჩასვლით. აი ეს არის წითელი ხაზი დასავლური ესე რომ ვთქვათ ცივილიზაციისთვის. მათ შორის შეერთებული შტატებისთვის წარმოუდგენელი არის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ელაპარაკებოდა შეერთებულ შტატებს და აუქმებდა დემოკრატიას ქვეყანაში, ან ყავდეს პოლიტიკური პატიმრები. აი ჩვენ ხო ხედავთ პარალელში ბელარუსთან რაღაცა ტიპის დიალოგი დაიწყო შეერთებულმა შტატებმა და მყისიერად დაიწყო ლუკაშენკომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება. რატომ? იმიტომ რომ რა თქმა უნდა, აი ეს ჯიდი ვენსის ციტატა უნდა მოიყვანო პროცესში და შენ არ უნდა ყავდეს პოლიტპატიმრები, ინდისის პატიმრები, რეპრესიებს არ უნდა ატარებდე და დემოკრატია უნდა ქონდეს. ქართველმა ხალხმა საკუთარი პოლიტიკური იდენტობა საარჩევნო ყუთთან უნდა გადაწყვიტოს და არა კალანდარიშვილის მაგიდასთან, ხო? კალანდარიშვილი არის აი დემოკრატიის გაუქმების აი შავი ლაქა. და კი, შავად იმიტომ შეიღება ის კაცი, რომ შავი ლაქაა რა. იმიტომ რომ მან შეასრულა ივანიშვილის დავალება და შესაბამისად რატო ვეძახით ჩვენ
აი არჩევნებს, რომელსაც ქართული ოცნება არჩევნებს უწოდებს, ჩვენ რუსულ სპეცოპერაციას რატო ვეძახით? ან რატო უწოდებთ საუბნო საარჩევნო კომისიებს რუსული სპეცოპერაციის სპეცპუნქტებს? იმიტომ რომ ეს ყველაფერი შინაარსით, არა მხოლოდ ფორმით, არამედ შინაარსითაც გამოხატავს დემოკრატიის გაუქმებას, შავი ფარდის ჩამოფარებას ქვეყნისთვის, რომელიც გასულ წლებში იყო დემოკრატიის შუქურა, აი როგორ წარმოგიდგენიათ ახლა პასუხი შეიძლება კონდეს ამაზე იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც თქვენ ახსენეთ, მაგალითად მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც გასულ კვირას მიხეილ სააკაშვილი არ წამოწეს ხო, რომელიც გასულ კვირას იმყოფებოდა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში და სიტყვითად მიმართა გაეროს წევრებს, ამბობს, რომ შეხვდა დონალდ ტრამპს და მეტიც ელოდება, ასე ვთქვათ, მისგან საპასუხო გამოხმაურებას, შემპირდა, რომ მალე დამიკავშირდება, ეს არის ყაველაშვილის განცხადება. როგორ ფიქრობთ, გადმორეკავს თუ არა ტრამპი და რა შეიძლება იყოს მისი, ასე ვთქვათ, პასუხი ქართული ოცნებისადმი, თუ კი მაინც მისცემს მსვლელობა მმართველი პარტია იმ საკითხს, რასაც ქვია ნაციონალური მოძრაობის. ჩვენ გვინდა აი ამ შეკითხვას სერიოზული პასუხი გავცეთ, ისე უნდა მოვიყვანოთ კობახიძე პაპუაშვილის განცხადება, სადაც ისინი მიხეილ სააკაშვილზე საუბრობენ როგორც ლეგიტიმურ პრეზიდენტზე. თუ აი ხა მართლა იმ რეჟიმში ვიმყოფებით, სააკაშვილი რო წერს, რომ ცოტა კიდე მომაწექით და გადავდგებითო, აი ამ მოდულში ცხოვრობს ქვეყანა, რომ ეს ხალხი დღემდე მიხეილ სააკაშვილის აჩრდილს ებრძვის და რეალურად ისხავთ პოლიტიკურ პატიმრობაში. აი ესე ხო არ უნდა გაგრძელდეს მართლა, აი ეხლა მიდიან ახალგაზრდები, სტუდენტები უნივერსიტეტებში ხო უმაღლესი განათლება უნდა მიიღონ და აი ამ ქვეყანაში რომელიც თავად იძახის რომ ფულის გათეთრების ცენტრია, სადაც ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულის მექაა, სადაც ერთმანეთს უპირისპირდებიან სახელმწიფო ჯგუფის წარმომადგენლები და ივანიშვილი ჩინოვნიკებს ერთს 600 მილიონს თხოვს, მეორეს 300 მილიონს. ეს ღიად გამოდის ეს ინფორმაცია და აი რა პერსპექტივა აქვს ასეთ ქვეყანაში სტუდენტს, სადაც პრეზიდენტს ეძახიან კაცს, რომელსაც დიპლომი არ აქვს. ერთადერთი მისი პოლიტიკური ბიოგრაფია და მომენტუმი უკავშირდება ბოდიში და დედაზე დაგინებას, რომელიც იქვე შეიწერა. აი ამ მოდულში სანამდე უნდა გაგრძელდეს ცხოვრება. ხა ხო არანორმალურია, ხო? ჩვენ რო ეხლა მივყვეთ აი გადასახადებზე საუბრობთ, ხო? აი როგორია ვერ ყიდულობს ადამიანები ელემენტარულს ვერ ყიდულობენ, იმიტომ რომ მათი შემოსავალი არ ყოფნით იმისთვის რომ შვილები გამოყვებო და აი ამ უბედურების მორევშია ქვეყანა ფსკერზეა, ამიტომ 4 ოქტომბერი ერთის მხრივ ფსკერზე ფეხის დარტყმის და აი ამ უბედურების ჭაობიდან ამოსვლის დღეა. გადავლაშა გადავიდეთ სწორედ 4 ოქტომბერზე, რადგან თავადაც ახსენეთ, ეს არის დღე, რისთვისაც ნაციონალური მოძრაობა ძალიან აქტიურად ემზადება და აი 5 დღეც და დადგება მოკლედ ის დღე, რომელსაც ამდენი ხანია ანონსებთ. ხო. როგორ მიდის სამზადისი? ეს მინდა გკითხოთ, რამდენად, არ ვიცი, გამოდის ხალხი 4-ში რუსთაველზე, მათ შორის რეგიონებიდან, დაახლოებით ხალხის რა რაოდენობას ელოდებით, ესეც მაინტერესებს და აქვე ანაწითლიძემ თქვა ამას წინათ, რომ 4 ოქტომბრის თვის 70%-ზე მეტ 4 ოქტომბრის 70%-ზე მეტი უკვე შემდგარი. აი რა არის ის 30%, რომელიც დარჩენილია? პოლიტიკური турბულენცია 4-თან დაკავშირებით მაღალია, მოლოდინებიც მაღალია. ეს მოლოდინები გააჩინა ლევან ხაბეიშვილმა, რომელმაც ნამდვილად წმენა დააბრუნა იმისი, რომ ჩვენ შეგვიძლია ივანიშვილის დამარცხება, რომ ივანიშვილი დღეს აღარაფერზე აღარ დგას. თავარი საყრდენი, რომელიც თქვენს კოლეგებს ცემდა რუსთაველზე გომელაურს გულისხმობ, მაგნიტსკის სიაში კი არ არის შეყვანილი, უკვე თავისივე თანაგუნდელები მძიმე დამნაშავეს ეძახიან. შესაბამისად, ხა პოლიციელებს აქვთ მარტივი არჩევანი, ერთის მხრივ გომელაურის ბედი გაიზიარონ, თუ აირჩიონ დემოკრატიული ტრანსფორმაციის შემდეგ კონკრეტული ჯილდო, რომელზეც საუბრობდა ლევან ხაბეიშვილი. აი ძალიან მარტივია. კი, თავარი 4 ოქტომბერს იქნება რუსთაველის გამზირზე. თუ ვინმე რამეს დააკვირდება 4 ოქტომბერს იქნება რუსთაველის გამზირი და რუსთაველის გამზირი უნდა იყოს ქართველი ხალხის გამარჯვების დღე და ჩვენთვის ეს არ არის ნამდვილად მხოლოდ აქცია, არის დიდგორი და რას გულისხმობ და მშვიდობიანი რევოლუცია ქართული ოცნების მშვიდობიანად დამხობა. 4 ოქტომბრის ასე დასათაურებას ძალაში ტოვებთ თუ ძალაში არის ეს ხო
პირადად მე მაგალითად ბატონაშა ბოლო პერიოდში თვალში მხვდება ნაციონალური მოძრაობის ცალკეული წევრის განცხადები, მაგალითად იმის თაობაზე, რომ 4 ოქტომბერი იქნება პროტესტის ახალი ტალღის დასაწყისი, მაგალითად წინა კვირას ლევან სანიკიძემ გააკეთა ჩემს ეთერში ასეთი განცხადება. დასაწყისი თუ დასასრული, აი რისი დღეა 4 ოქტომბერი? 4 ოქტომბერი არის ქართული ხალხის გამარჯვების დღე. ორგანიზატორებმა თქვენს ძალიან მკაფიოდ ვიწყებთ და ვამთავრებთ და რას გულისხმობთ ამაში. ქართული ოცნება არ არის იმ ფორმაში, რა ფორმაშიც იყო გასულ წელს. მას საყდენი გამოცლილი აქვს. როგორ გგონიათ ახლა მამუკა მდინარაძე შეაჩერებს ქართულ ხალხს? ან მისი ძმაკაცი რო არის გეკა გელაძე. ქოცი აღარ დარჩა ქართულ ოცნებაში. მოიყვანეს მედროვეები, აი თამაზ შარმანაშვილი რო არის. ადრე დიდი ნაცი იყო და დღეს დიდ ქოცად მოაქვს თავი. რეალურად ეს ხალხი არიან მედროვეები და ამ მედროვეებზე დგას დღეს ქართული ოცნება. და როგორც დაინახევან ქართველი ხალხის ერთობას, ხო არ დაგავიწყდა დავით სონგულაშვილის პოსტი Facebook-ზე. ბოდიშებს რო იხდიდა და მე წაშალა. ეგ რატომ მოხდა, რომ დაინახა ქართველი ხალხის დიდი ერთობა და საკუთარი ესე რა ქვია პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა, მაგრამ მე დაინახა, რომ გომელაური, ლილუაშვილი ეს ხალხი მივიდა და უთხრა, რომ ჩვენ დათმობას არ ვაპირებთ და მაგრად გავართ და შემდეგ აი ამ ხალხს უთხრეს, რომ თქვენ ძიმე დამნაშავეები ხართ. ლილუაშვილს თავი კაცი დაუჭირეს, გომელაურს უთხრეს, რომ ძიმე დამნაშავე ხარო. ღარიბაშვილს ძმაკაცი აღარ დარჩა, ყველა გასაქცევად ემზადება. შიგნით აქვთ უბედურება და ეხლა როგორ გონიათ, რომ ვიწყებთ, კი უნდა დავამთავროთ და დამთავრებაში რა იგულისხმება? რა თქმა უნდა, დამთავრებაში იგულისხმება რეჟიმის სრული დემონტაჟი და დემოკრატიის აღდგენა. ჩვენ გვავიწყდება ერთის მხრივ შვიდობიანი რევოლუციაზე, როდესაც ვლაპარაკობთ, დადგა დრო, რომ ქართულ ხალხს უთხრათ იმ მოლოდინებზე, რა მოლოდინებიც აქვს. ერთის მხრივ ივანიშვილი რო დასრულდება, ნაციონალური მოძრაობა კი არ მოდის ხელისუფლებაში. უნდა დაინიშნოს არჩევნები, სადაც თქვენ და ნებისმიერი მოქალაქე თავისუფლად საკუთარ პოლიტიკურ იდენტობას დააფიქსირებს ისე 4 ოქტომბრის კონტექსტში უნდა დაგისვათ კიდევ ერთი კითხვა. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა, დემოკრატიის აღდგენა უნდა მოხდეს 4 ოქტომბერს. ხო, თუმცა აი ამ დღის შინაარსობრივ ნაწილზე მაინც მინდა რომ ჩაგეკითხოთ. სხვათა შორის ნაციონალურ მოძრაობაში ცალკეული წარმომადგენლის მხრიდან და ამ შემთხვევაში ანაწითლიძე უნდა ვახსენო, გვესმის განცხადებები, რომ ბევრი სიურპრიზი ექნება 4-ში ქართულ ოცნებას, მათ შორის შეიძლება თავისი ყოფილი თანაგუნდელებისგან. უფრო მეც ხომ არ გვეტყოდით იმის თაობაზე, რა ტიპის სიურპრიზები შეიძლება. მე მეტი რა უნდა ვთქვა თქვენს ეთერში მაქვს ნათქვამი, რომ კი ველოდები 4 ოქტომბერს მათ შორის იმ ადამიანებს, რომელსაც მე პოლიტიკურად არ ვენთანხმები. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი არ არის ეს ქვეყანა. ყველა ჩვენთაგანისაა ჩვენი ქვეყანა და ჩვენ სადაც უნდა გადავწყვიტოთ, ვინ უნდა იყოს ამ ქვეყნის მართველი და ვინ უნდა მართოს ეს ქვეყანა და ვისთან უნდა გააფორმოს ქართველმა ხალხმა პოლიტიკური კონტრაქტი. აი ეს მოვლენა უნდა დაუბრუნოთ ქვეყანაში. გულისხმობ დემოკრატიას, არჩევნებს. და რა თქმა უნდა, ყველა უნდა გათავისუფლდეს ამისთვის ვიკრიბებით ჩვენ. ლაშა ფარულავასთვის კი არ იკრიბება ხალხი, ან ნაციონალური მოძრაობისთვის, ან პაატა ბურჭულაძისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის უნდა შევიკრიბოთ. და იმიტომ ვიძახით და ვაფიქსირებთ, რომ 4 ოქტომბერს არ აქვს პოლიტიკური ჩარჩოები, ეს არის საერთო სახალხო დღე და ცხადია, ის იქნება ჩვენი დიდგორი, სადაც ჩვენი ქვეყნის ბედი უნდა გადავწყვიტოთ. და შემდგომში ყველა მოქალაქე თავისუფლად გადაწყვეტს, ვინ იქნება ქვეყნის მართველი თავისუფალ არჩევნებში. და ეს არჩევნები ცხადია, ჩვენ უნდა დავნიშნოთ. აბა ივანიშვილი რასაც გვიპირებს, აგერ ანონსი ხო ნახეთ, ყველა უნდა გაგაუქმოთო და ვინ გაუქმდება 4 ოქტომბერს და ვის გამოუტანს ხალხი პოლიტიკურ განაჩენს და როგორ აღსრულდება ეს განაჩენი, ყველა ერთად ვიხილავთ. ბადოლაშა, ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ უკვე თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში, იქიდან გამომდინარე, რომ 4 ოქტომბერი თვითმმართველობის არჩევნების დღეა და თქვენ იცით, რომ ლელო და გახარიას პარტია შედიან ამ ბრძოლაში, იღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ლევან ხაბეიშვილი აგზავნის საპატიმროდან წერილს რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ეს წერილი სოციალურ ქსელში, სადაც ამბობს ასეთ რამეს: 4 ოქტომბერი არის ახალი ათვლის წერტილი, ივანიშვილის
მწამებელ ბანდასთან ერთად დასრულდება პოლიტიკური ვაჭრუკანების ოპოზიციაში დასაქმებულების ლაილაისტების ეპოქა. რომელ ოპოზიციურ ძალებს გულისხმობთ პოლიტიკურ ვაჭრუკანებსა და ლაილაისტებში, რომლის დასრულებასაც აპირებთ და ხომ არ გულისხმობთ სწორედ არჩევნებში ჩართულ ლელოს და გახარიას პარტიას. მეც მქონდა ეს გაზიარებული, სრულად ვეთანხმები ჩემ მეგობარს ლევან ხაბეიშვილს, რომელიც პოლიტიკური განცხადების გამო, იმის გამო, რომ ხალხი დაარწმუნა, მათ შორის დაარწმუნა ის ადამიანები 4 ოქტომბრის მნიშვნელობაში, რომელიც არ არის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი. ან არაძლევს მას საერთოდ ხმას. აი ესეთი ადამიანები დაარწმუნა. რომელი ოპოზიციური პარტიების აი ნახეთ ლევან ხაბეიშვილი რადგანაც აი ამ ჩარჩოების გაცდა და საერთო სახალხო მოძრაობის ის მთავარი მოთხოვნები აირეკლა, ამის გამო გაუშვეს ციხეში და ვინც ამ მოვლენაზე ადეკვატური პასუხი არ დააფიქსირა, ან განცხადება არ გააკეთა, ან ჩვეულებრივ კეთილსინდისიერება არ დაგვანახა, პირველ რიგში არა ჩვენ, არამედ ქართულ საზოგადოებას, კი მათვისაც იქნება განაჩენი 4 ოქტომბერი და 4 ოქტომბერი იქნება ქვეყანაში დიქოტომიური ცვლილებების დღე. და რას ლელოს და გახარიას პარტიას გულისხმობთ? არ უნდა აიკრძალოს ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ უნდა დასრულდეს ლელო და გახარიას პარტია, ეს სწორი გონიათ? ძალიან ცდებით თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ლევან ხაბეიშვილის განცხადება რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ იყო გაკეთებული. ინდივიდებისგან შედგება პოლიტიკური პარტიები. ჩვენ ქართული ოცნებისგან განსხვავდებით იმით, რომ არავის გასაუქმებლად არ მოვდივართ. დიქოტომიური ცვლილებების დრო დადგა დემოკრატიული გარდაქმნისა და ტრანსფორმაციის შემდეგ, რა თქმა უნდა, ქვეყანაში ყველაფერი უნდა შეიცვალოს. ის მიდგომები, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს, ქართული ოცნების ხელისუფლების დროს იყო, არის შესაძლებელი. მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსი და მათ შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი. აი მურთაზ ზოდელავამ დაანონსა ამინისტია, არა მხოლოდ ამინისტია, მათ შორის ის ჰიპოთეზა და დანაწესი უნდა შეიცვალოს კანონმდებლობაში, რომელიც ეხებოდა მათ შორის ეხებოდა ორგანიზებულ დანაშაულს. ჩვენ თანამედროვე მეთოდებით უნდა მივუდგეთ ყველაფერს და ყველას უფლება ამ ქვეყანაში, ყველას უფლება უნდა იყოს დაცული და გარანტირებული. მადლობა ბატონლაშა, მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენი სტუმარი და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს. დღის ნესრუმი ამით დასრულებულია. ერთმანეთს უკვე ხვალთ 11 საათზე შეხვდებით. ნახვამდის.